ძნელი არ არის იმის განსაზღვრა, რომ ესეთი მოვლენები ერთ დღეს უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩაითრევდა ქვეყანას. Ну, ეს ლოკალიზაცია მომხდარიყო, როგორც ვიცი, 6 რიცხვში დაიწყო სამხედრო ნაწილების, დამატებითი სამხედრო ნაწილების შეყვანა კონფლიქტის ზონის პერიმეტრის გარშემო, დაწყებული საჩხერე ამბროლაური ომის მიმართულებიდან მთლიანად თერკალზე, მათ შორის დვანი აონევის მიმართულებით, მათ შორის ნიკოზის მიმართულებით, მათ შორის ერედის მიმართულებით დამატებითი ძალების გადასხობა დაიწყო, რომელსაც 6 რიცხვში რომლის ახსნასაც საქართველოს ტელევიზიის შემოღებულობით, რათა დაცული ყოფილიყო ქართული სოფლები, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ახსნა იყო. Ну, იყო ალბათ კულუარული რაღაც მოქმედებებით, საუბრებით, შეხვედრებით, ამას მოგვიანებით ვიტყვი რა ინფორმაციას, მაგრამ რეალურად 7-ში საღამოს ქართული საჯარისო და სოციალური დანიშნულების ნაწილები შეყვანილი იქნა ზემო ნიკოზის მიმართულებით ნიკოზის სასაფლაოები, ეგრეთ წოდებული შანხაის დასახლებისაკენ. შანხაის დასახლება ეს არის ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. საღამოს 7 საათზე შეყვანილი იქნა ქართული სოციალისტების ნაწილები, თავდაცვის სოციალისტების ნაწილები, და შინაგან საქმეთა სოციალისტების ნაწილები. ახლა მე რასაც ვეძახი, იცის თალმა ნიკოზმა. ეს ასე მოხდა. ამავდროულად იცის ყველა იმ ბატალიონის შენაერთის წევრმა. ხელისუფლება ითქვის, რომ მას მეტიքը არ ქონდა და უნდა შეეყვანა დამატებითი ძალები, ვინაიდან მუდმივად ხდებოდა ქართული სოფლების დაბომბვა და მეტიքը არ იყო უბრალოდ. ეს უკვე არის ცხინვალის რეგიონი, უკვე ცხინვალში შეყვანა არის ეს აღარ არის, რომ ჟარები შეყვანილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. პრაქტიკულად 7 საათიდან უკვე დაიწყო ცხინვალში სამხედრო ნაწილების შეყვანა. ამასთან დღეს ძანეთ, რომ ქართულ ნაწილად არ დაუკავებიათ საერთოდ ცხინვალი. ეს პლაცდარმი, ოფიციალური ინფორმაციისგან საინტერესო განცხადება იყო თქვენის მხრიდან. ასე იყო, დიახაც, ეს პლაცდარმი, რომელიც დაკავებული იქნა ქართული შეიარაღებული ხელისდანიშნულების ნაწილების მიერ, შეადგენს ქალაქ ცხინვალის 300-500 მეტრის ღრმეში. სიგანეში ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, ეს არის დაახლოებით 600-700 მეტრამდე. ეს არის ეს პლაცდარმი, რომელიც ქართული სოციალისტების ნაწილებმა დაიკავეს 7-ში საღამოს 7 საათს. თუმცა უნდა ვივარაუდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას თუ იგულისხმებთ, რომ მაინც რაღაც ძალები საქართველოს ხელისუფლებაში გრძნობდნენ საფრთხეს და პირველი შესვლის შემდეგ სოციალისტების ნაწილები საღამოს 9-10 საათისთვის უკან იყო ისევ თავმოყრის რაიონში გამოყვანილი, ზემო ნიკოზის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე უკან იყო გამოყვანილი და ამის შემდეგ 1 საათის შემდეგ ხელმეორედ იყო მიღებული გადაწყვეტილება სოციალური დანიშნულების ნაწილების ცხინვალში შეყვანასთან დაკავშირებით. ეს იყო ის პლაცდარმი, რომელიც დაიკავა ქართულმა სოციალისტების ნაწილებმა, ამის იქით ცხინვალში ქართულ სამხედროებს არ დაუკავებიათ პოზიციები, უფრო მეტიც წინააღმდეგობა პირველი შესვლისას თუ უფრო ლოკალური იყო, მეორე შესვლისას უკვე გამწვავდა, გამძაფრდა წინააღმდეგობას, მეტყობა მაინც ქალაქის ბრძოლისთვის მომზადებული იყო ამ შეცდომას მოელოდნენ რუსები, იმიტომ რომ ცხინვალში მუშაობდა დრუზგამყოფილება, ცხინვალში ჯავაში უკვე დაწყებული იყო სამხედრო ბაზის შენებლობა. ატყობა ამ შეცდომას მოელოდნენ და შეცდომას თვლით ამას, რომ გარშემო თუნდაც შევიდნენ ქართული საჯარო ნაწილები. იცით რა, იმისათვის რომ განსაზღვრო შეცდომა თუ არა, რა იყო მიზანი ამ შესვლის. ეს იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, ეს იყო განმანთავისუფლებელი, ცხინვალის განმანთავისუფლებელი ბრძოლა, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. თუ რა, ამისთვის უნდა იცოდე რა ქონდა ჩაფიქრებული ხელისუფლება. ჩემთვის პირადად ახსნა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც მეც გამოვაცხადა
და მე მაქვს რიჩვი და მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მოლოდინი იყო ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ რაღაც გარიგების შედეგად, ყულახმეტოვის გარიგების შედეგად სამშვიდობო ჯარები არ ჩაერეოდნენ და რასაც არც ერთი ის ისტორია გადასტურებს ის ფაქტი, რომ მეორე დღეს 4 საათამდე მართლა რუსეთის სამშვიდობო ჯარები ცხინვალში განთავსებული არ ჩარეულან კონფლიქტში. უფრო მეტიც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, უბრალოდ ადგილობრივებისგან მომზადებული ქალაქი იმდენად იყო თავდაცვისაფრი, რომ ჩვენმა ნაწილებმა ვეღარ შეძლეს მთელი ცხინვალის დაკავება. თქვენი ეს განცხადება, არ ვიცი, რამდენად გაქვთ სარწმუნო წყაროები იმისათვის, რომ ყულახმეტოვთან იყო გარკვეული მოლაპარაკება ამის დასამტკიცებლად. იტყვით რამე უფრო კონკრეტულს. უფრო კონკრეტულს ვერ ვეცდო, მაგრამ ესეთი ფაქტია, ამ გარიგების მომსწრე იქნებოდა 2 ან 3 ადამიანი, მეტი არ იქნებოდა, ხო? ამიტომ ამის დადასტურება ძნელია, მაგრამ მე ერთი შემიძლია ამ ინფორმაციას ამტკიცებს სწორედ ის 2 ფაქტი, რომ ერთი მეორე დღეს 4 საათამდე რუსული სამშვიდობო ჯარები არ ჩარეულან კონფლიქტში, მეორე მხრივ ამტკიცებს ის, რომ წესდანიშნულების ნაწილებს ჰქონდათ ბრძანება არც ერთ შემთხვევაში არ ესწრო არ გაეხსნა ცეცხლის სამშვიდობოებისთვის, აი ამ 2 ინფორმაციაზე პასუხს ვაგე. ეს ადასტურებს, რომ და ამავდროულად ის დამაიმედებელი განცხადებები კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით მე ამ ინფორმაციის სიზუსტეს მიდასტურებს და ამეჩსაც გვარებს დღეს არ დავასახელებ, თუ ხვალ ვინმე გამედავს და განცხადებით მე მომმართავს რაღაც მომნათლავს როგორც სრულ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ამის შემდეგ მე გვარებს ჩვენი განცხადებებიდან გამოდის, რომ რეალურად ამ ოპერაციის მიზანი იყო ცხინვალის დაბრუნება, ცხინვალზე კონტროლის დაბრუნება. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სახელმწიფო ვერსიას, რომელიც პრინციპში პირველ დღეებში არ ჩანდა ეს ვერსია, მაგრამ ბოლო მოქმედების დასრულებიდან თუ არ ვცდები, სადღაც 2-3 კვირაში უკვე ჩამოყალიბდა ფორმირებული სახე იმის შესახებ, რომ უბრალოდ ქართული საჯარო შენაერთები ცხინვალში შევიდნენ რუსული ჯარის მოსაგერიებლად. ბატონო კობა, თქვენი აზრით, რა ხდებოდა რეალურად, თუ არ ვიტყვით რა მოხდა იმ დღეებში რეალურად, საიდან დაიწყო ყველაფერი, ალბათ გაჭირდება ანალიზი. ეს ვერსიას, ანუ რეალურად რა იყო მიზანი? ქართული საჯარო შენაერთების რუსული აგრესიის შეჩერება, მოსახლეობის დაცვა, უბრალოდ ჯარის გადარჩენა, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, თუ რაიმე სხვა, რა იყო მიზანი? არა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ ამის მიზანი იქნებოდა და იყო ალბათ კეთილშობილური, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ხელისუფლებას ალბათ სურდა მოსახლეობის დაცვაც, ალბათ სურდა უკეთესი შედეგის მიღწევაც და ალბათ სურდა ის, რომ ჩვენი ჯარი არათუ განადგურებული იყო, ალბათ ეს უკვე ბოლო დღეების მიზანი თუ იყო, რომ არ განადგურებული იყო და მეტი გადარჩენილი იყო, არამედ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე კონტროლი ელემენტი დაღუპულიყო. ეს კეთილშობილური მიზანი მას ამოძრავებდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რამდენად იყო შექმნილი ვითარება ხელსაყრელი იმისათვის, რათა ხელისუფლებას მიეღო ესეთი შედეგი და გამომდინარე ვითარებიდან რამდენად იყო საფრთხე, რომ მიეღო პირიქით სავალალო შედეგი, რაც მოხდა. ანუ ჩვენ არ ვილაპარაკია ჩასაფრებული ადამიანების პოზიციიდან არც ეს, ჩვენ ვეცადეთ დაადაგეთახმებით იმაზე, რომ ჩვენ თქვით რაიმე სკანდალური, ნინო, თუ საქართველოში სკანდალურად უკვე ითვლება ის, რომ თქვა მწარე სიმართლე თუნდაც ჩვენი უახლოესი ისტორიიდან და არ გადავაბაროთ ჩვენი შვილების თაობას ის, რომ მათი ლაპარაკონ ჩვენ მაგივრად ჩვენს საშვებულ შეცდომაზე, ну, кай შევთავაზ ბატონო, ეს არის სკანდალი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩავთვალე მე პირადად სკანდალურად ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ გიასაც გითხავთ, მაგალითად ის, რომ ქართულმა სამხედროებმა ერთმანეთს ესწროლეს გაუგებრობაში. ну, მეცად გეტყვით, ასევე იყო სკანდალური თუნდაც ყულახმეტოვისთან გარიგების შესახებ ინფორმაცია, ასევე ის, რომ ცხინვალი საწარაუგიათ ქართულ სამხედროებს, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ისინი სრულად აკონტროლებდნენ ცხინვალს. მე მაგალითად ეს ჩავთვალე სკანდალურ განცხადებად. ასევე თქვენს ჰქონდა ძალიან საინტერესო პასაჟები თქვენს გამოსვლაში, თუნდაც იმის შესახებ, აი ჩვენი პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები, როგორც თქვა, გახდნენ გორიდან.